იმისათვის, რომ სკოლის პედაგოგი ბავშვებისთვის აბსოლუტურად სანიმუშო და უმციკლო პიროვნება იყოს, განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა ის სკოლის გარეთაც გააკონტროლოს. ნებისმიერი სახის გადაცდომა, რომელიც მასწავლებელს თუნდაც არასამუშაო საათებში დაუდგინდება, შესაძლოა მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი გახდეს. კიდევ უფრო საინტერესოა, თუ რა იგულისხმება გადაცდომაში და რაც მთავარია, ვინ დაადგენს, რომ ესა თუ ის გადაცდომა მართლაც მოხდა. დისციპლინური გადაცდომის ფაქტის აღმოჩენა, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, შეიძლება ჩაითვალოს დისციპლინურ გადაცდომად. ეს არის ერთ-ერთი პუნქტი განათლების მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტიდან. თამარ სანიკიძის 167 ბრძანებით უწყება მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესი 2014 წლის 30 დეკემბერს დაამტკიცა. ამ პუნქტის მიხედვით ალიანსი მასწავლებელთა უფლებებისათვის თანათავმჯდომარე მარიამ რამინიშვილი თვლის, რომ დისციპლინურ გადაცდომად პედაგოგს შესაძლოა მედიისთვის მიცემული ინტერვიუ ან სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებაც კი ჩაეთვალოს. რამინიშვილის ინფორმაციით ახალი რეგულირება სკოლის დირექტორს უფლებას აძლევს, რომ მასწავლებლის ქმედებები სასწავლებლის გარეთაც გააკონტროლოს და მათზე დისციპლინური სასჯელი დააკისროს. ნებისმიერი პედაგოგიური თეორია მიიჩნევს, რომ მასწავლებელი არის მოდელი. აი, ოჯახი დაანგრია მასწავლებელმა. ის შეიძლება იყოს როგორც მოდელი განხილული ამ შემთხვევაში და სკოლისთვის მიუღებელი, რადგანაც ის შეიძლება გახდეს დანარჩენი მოსწავლეებისთვის მაგალითი. და აბსოლუტურად ლოგიკურად შეიძლება დასაბუთებული ინტერესი აეწყოს მონოლოგის სახით, რომელიც გახდეს დისციპლინური კომიტეტის წარმოებისთვის საკმაო საფუძველი. კომიტეტი, რომელმაც პედაგოგის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომა უნდა შეისწავლოს, საგანგებოდ შერჩეული 3 წევრისგან შედგება: მასწავლებელი, მშობელი და მოსწავლე. განათლების მინისტრის ახალი ბრძანებულების მიხედვით, ფაქტის დასადასტურებლად მათ მოქმედების სრული თავისუფლება ეძლევათ. მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერება, შემთხვევის მონაწილე პირების დაკითხვა და ჩხრეკაც კი. მოსწავლე შედის დისციპლინურ კომიტეტშიც და მან როგორ უნდა გადაწყვიტოს სავარაუდო დამნაშავე მასწავლებლის ბედი და საკითხი, ეს ძალიან გაურკვეველია. ჩემთვის დანაშაულიცაა, ასე ვფიქრობ. არასამთავრობო ორგანიზაციაში ყურადღებას მინისტრის ბრძანებულების კიდევ ერთ პუნქტზე ამახვილებენ. დისციპლინური დევნის დაწყების მიზეზი შესაძლოა ზეპირ სიტყვიერად მიწოდებული ინფორმაციაც გახდეს. და რაც მთავარია, მტკიცებულების ტვირთი ამ შემთხვევაში არა ბრალმდებელს, არამედ ბრალდებულს ეკისრება. პედაგოგზე ნებისმიერი სახის ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობა კი ენიჭება ყველას. პირველი კლასის მოსწავლიდან დაწყებული, მშობლით და იმ პირით დამთავრებული, ვისაც სკოლასთან საერთოდ შეხებაც არ აქვს. ხუში ჩუჩულის პრინციპით დისციპლინარული წარმოების დაწყება გარკვეულწილად წააგავს ცნობილ 1927 წლის მოვლენებს. არსებობს დიდი ეჭვი და საშიშროება იმისა, რომ დასმენის საფუძველზე მოხდეს პირადი ანგარიშსწორება. ამაზე დიდი ტოტალური კონტროლი, რასაც დღეს ცდილობს დაამყაროს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ასეთი რამ ჯერ პრაქტიკაში არ ყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების პრეტენზიები გაუგებარია განათლების სამინისტროსთვის. უწყებაში აცხადებენ, რომ მინისტრის ბრძანება არასწორად გაიგეს. სამინისტროში დამატებითი რეგულაციების გამოყენებით პედაგოგებზე გაზრდილ კონტროლს კატეგორიულად გამორიცხავენ. ყოველხრივ გამოვრიცხავ და ვფიქრობ, ეს არის ძალიან ცუდი ინტერპრეტაცია ამ წესის და მე პირველ პრობლემად მაინც ვხედავ იმას, რომ ადამიანები კარგად არ იცნობენ ამ წესს და კონკრეტულად თუ იცნობენ, ამავდროულად არ დაინტერესდნენ დაუშვათ კონკრეტული პუნქტების შინაარსი, როგორ შეიძლება იკითხებოდეს. სამინისტროს განმარტებები მიუღებელია პედაგოგებისთვის. სისტემის ის თანამშრომლები, ვისაც მინისტრის ბრძანება უშუალოდ ეხება, თვლიან, რომ დამატებითი რეგულაციები დამატებით პრობლემებს გააჩენს. ბრძანებულებას ისინი მათი თავისუფლების შეზღუდვად და პირად ცხოვრებაში ჩარევად აფასებენ. ეს არის დირექტორთა ნეპოტიზმით არჩევის შემდეგ მორიგი ნაბიჯი გადადგმული ავტორიტარიზმისაკენ და ცენტრალიზაციისაკენ. თუნდაც ახლა ის გარემოება, რომ მე დავუშვათ თქვენ ახლა ინტერვიუს გაძლევთ, ესეც შეიძლება გახდეს ჩემთვის დისციპლინური დახდელის სახდები. თუ დავუშვათ ვინმეზე რომელიმე პედაგოგზე რაიმე არ მოეწონებათ, შეიძლება ანუ 3 წლის განმავლობაში დაიდოს ეს კომპრომატი და რომელიმე წელს შემდეგ აი ამაზე სახდელი დაეკისროს. როდესაც მოუნდება შემდგომ ეს გამოიტანოს ღიად და გამოაშკარავოს და დაიწყოს შემდეგ პედაგოგზე კვლევა. მინისტრის ბრძანების მიხედვით დისციპლინური წარმოება იწყება სკოლის სამეურვეო საბჭოს ან დირექტორის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. სკოლის დირექტორი უფლებამოსილია ოქმის საფუძველზე გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი.